მოგესალმებით პირველ რიგში ყველას, მე ვარ Topper, ჰორმსტაუნის მთავარი ადმინი. მოცემულ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ მინდა გასწავლოთ, რომ უნდა გავაკეთოთ Windows 8-ზე დავაყენოთ რუსტორი. იქნება Windows 8 Start Menu. აი ასეთი Windows 8 Start Menu. ადრე არ მოსვლა ზოგადად თავშესწრე Start Menu-ს დაყენება, ანუ Start Menu-ს დაყენების ვიდეოს გადაღება. მაგრამ ჩვენმა მომხმარებლებმა ასე ვთქვათ შეგვახსენეს ეს და ბექა იაკობიძემ მოგწერა live chat-ზე, რომელიც ახლა დავაყენებ ჩვენ საიტზე. თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა, თუ შეგიძლია მასწავლო როგორ გავაკეთო Windows 8-ზე, აი წინა ვიდეოში რომ გაქვს Start Menu აი მასეთი. ზოგადად დავიწყოთ იქიდან, რომ მე ეს რამოდენიმე ხანია ეს Start Menu მაქვს დაყენებული. ზოგადად პირველად მეყენა Windows 7 Start Menu Windows 8-ზე სტანდარტული დეკორი. ასევე არის NIT-ის კლასიკი, რომელიც ასევე სტანდარტულად ერგება Windows 7 Start Menu-ს. და მოდით ახლა უკვე დავიწყოთ ვიდეოს განხორციელება. დაგჭირდება პროგრამა, რომელსაც აუცილებლად მოყოლება ამ ვიდეოს გადმოწერას. უნდა შემოხვიდეთ ჩვენ საიტზე, ხოლმე სტომზე და მითითებულ ლინკზე დაიჭერთ გადმოწერის მილაქს, რის შემდეგაც გადმოიწერთ მოცემულ პროგრამას. პროგრამა ძალიან ცოტა ადგილს ეკავებს თქვენს კომპიუტერში, ასე რომ არანაირი პრობლემა არ იქნება ამის გაყენება. აქვს როგორც ინგლისური, ასევე გერმანული, ესპანური, რუსული ენების მხარდაჭერა, ასე ძალიან ბევრი ენა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე დავაყენებ ინგლისურ ენის მხარდაჭერას. მიცეთ OK, შემდეგ next, აქ დავეთანხმოთ და როგორც ხედავთ 11 მეგაბაიტია სულ დავაჭიროთ next და დავლოდოთ ადგილი ზოგადად ძალიან ცოტა, ახლა მე დაყენებული მაქვს. და როგორც ხედავთ გაქრა, ასე ვთქვათ, ჩაანაცვლებს იმ პროგრამას, რომელიც გიყენიათ Start Menu. მე ახლა ისევ Windows 8 Start Menu მეყენებ და ასე ვთქვათ ორჯერ დავაყენე და ჩამინაცვლა ერთგვარად. აი როგორც ხედავთ დააყენა. ანუ აქვს სიარჩხილაკი, ასევე shutdown-ი, restart-ის ჩორებსთან გამოსვლის კლაკი, აქვს control panel-ი. როგორც ხედავთ, დიზაინი ძალიან განსხვავებულია, ძალიან ლამაზია. და განსაკუთრებული მედია აქედან რაიმე კითხვა არ გიქნებათ, არ გაგიჩნდებათ, რათა ძალიან ასე ვთქვათ ამომწურავი ის არის ჩვეულებრივ Windows 7-ზე რაც არის იგივეა, ეს task manager-იც აქვს გამოტანილი სტანდარტულად. ასე ვთქვათ Start Menus იმედია ყველაფერი გაიგეთ, ვიდეო გაკვეთილი ამით ამოიწურა. თუ რამე კითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჩვენ საიტზე, ხოლმე სტომზე. თქვენი სასურველი თხოვნა დაგვიწეროთ თხოვნების გვერდზე, ან მოგწეროთ ბექა იაკობიძეს მიერ მსგავსად live chat-ში.